დღეს გავაკეთებ თვითკვებავი ცეცხლის ერთ-ერთ ნაირსახეობას, ამ ცეცხლის ძახიან ციმბირულ მეთოდს. თვითკვებავი არა ეს ცეცხლი, როდესაც არ გიწევს შეშის წამდაუწუნ წასვლა-მოსვლა, ზემოდან დაყრა. ეს რაღაცა საოცარი მეთოდი არ არის, რომ რაღაცა პატარა ფიჩხით რომ 24 საათი გათბეთ, ეგეთი არ არის. თუ გინდათ დიდი ხანი ცეცხლი, უნდა გქონდეთ ბევრი შეშა. წავიდეთ ახლა შეშა მოვიძიო. ხეს ამჯერად არ ვჭრი, ვირჩევ რაღაცა უცებ-ფესა ვირჩიე. ჯერ ვნახავ თუ არის დაჭიანებული, ჰაერში არის და დამპალი არ უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება ჭიანი იყოს და კარგად არ წავიდეს წვრის პროცესი. ნება თქვენი არის, თუ გინდათ დიდხნიანი ცეცხლი უნდა იყოთ სქელი მორები, თუ გინდათ არ გჭირდებათ, აიღეთ პატარას, აიღებთ უფრო წვერს, რომელიც უფრო თხელი არის. მე ავიღებ 2 მეტრ ნახევარს. ამ თითიდან, აი აქეთ ალავიწამდე არის ჩემთვის 1 მეტრა. ესეც ჩვენი 3 მორი, ვალაგებთ, ვატყუპებთ 2 მორს ერთად, მესამეს ვადებთ ზემოდან. ზემოდან რომელიც იდება, უნდა იყოს ოდნავ უფრო სქელი, აქ წვის პროცესი პირველი სართულის შემთხვევაში მიდის მარტო გვერდებში, ზემოდან რასაც ვადებთ, იქ ორივე გვერდი იწვის და ის უფრო მალე იწვება ხოლმე, ასე რომ კარგია, უმჯობესი იქნება, რომ სქელი ცოტა უფრო მაღალ დავადოთ. შეეხება შეტყუპებას, ჰაერის შეგეშინდებათ. ანუ შეტყუპებითაც ისე ვერ შეატყუპებთ, რომ ჰაერის მიწოდება გაუქმებთ. სასურველია, რომ ცეცხლი აქედანვე დაიმთოს, ამათზევე, სიგანეზე. ბევრი აკეთებს ხოლმე, რომ მე რაც ინფორმაცია მოვიძიე და ვნახე, მთლიანად აყრიან ხოლმე. აკეთებენ 3 კერას, ერთი ძირითადი, მეორე, მესამე და მე მთლიანად ერთიანდება თავისით. თქვენ რომელიც გაგიხარდებათ, ის გააკეთეთ. მე გავაკეთებ 3 კერას. ვიწყებთ ესეთი პატარა ტოტებით. მე გადავდივართ ოდნავ სქელზე, მე გადავდივართ დაახლოებით ამ სისქეზე. აქეთ ამალული აქედან არის ცეცხლის დასანთები, შეყობთ, გინდა ვაზელინის ბამბურცს შეაგდებთ, გინდა უბრალოდ ქაღალდს, კვარს, აქედან არის მოკლედ დასანთები. გაკეთდა ესეთი 3 ცალი პატარა ცეცხლის დასანთები, მერე დაინთება ამეებში ჩავალაგებთ და გავაერთიანებთ. აი დაბლგანაც წაიკიდა უკვე თვითონ ხეს. ამას რო დავადებთ, მერე უფრო ჟანგბადი შეიზღუდება და უფრო დიდ ნაკადს წაიღებს და ყველგან განაწილდება. პატარ-პატარ ნაგვეჭხარი დაბლა იყრება და დაბლგანაც ამოაქვს ცეცხლი. ჭამაშიც ბრალია. შევუმატებ ცოტას და მერე დავუწევ. გარდა იმისა, რომ თავიდან უცებ დაიღლებით და მერე ისვენებთ, კაი რაღაცა არის. თან ჩემთვის ლამაზი სანახავი. ეხლა ამას დავუწევ დაბლა ცოტა. ერთი ვარიანტია ხო სიტყვაზე ამდენი ხე კოტრებად დაჭრა, დააპო. მაგრამ ძალიან მალე გაქრება.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ეს მალე უნდა ჩავაქრო. ესე ნერნელა ჩაიწვა. აქეთ ამხარე არ იწვის, არც აქეთ ამხარე დაახლოებით ამ მორის დაახლოებით 30% იწვის. იქით ამ ორზეც ანალოგიურად. ეს დაახლოებით 180 გრადუსი იწვის. ზედა მოკლედ ჯობია შეარჩიოთ უფრო სქელი. და ზედას მოკლედ მეტი ძალა ადგება და მალე დაიწვება. ამას ჩავაქრობ. ბახში ვარ, მარით ამყავს გამოსაყვანი. დაждებით. 4 კაცი აქ დაეტევა, ეს არის რამდენი მეტრა 2.5, 4 კაცი იქით. ცოტა ის რო ავწიო წესით ეს კვამლი გაქრება. ესე ვაფუჭებთ ფეხასხმელებს.